ვაგრძელებ ჩვენს გადაცემას და თხილამურებთან დაკავშირებული ამბავი მინდა მოგახსენოთ. კონკრეტულად კი 8 და 9 მარტს გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიო წამყვანი 22 ქვეყნის 88 სპორტსმენი იასპარეზებს. ღონისძიებას საერთაშორისო მედია აჩუქებს და ჩვენი ჟურნალისტიც კეთევან ილურიძე, რომელიც ჩაგვერთვება ახლა თეთრი კურორტიდან პირდაპირ ეთერში. აბა, მეტი დეტალი მოგვახსენეთ. მოგესალმებით, აი როგორც ხედავთ ვარ გუდაურში, არ გამოვტოვეთ ჩვენ სეზონის ბოლო საერთაშორისო სპორტული ასპარეზობა, ვართ უცხოელ ათლეტებთან ერთად. Are you okay? Is it good? Yeah, feels good. Yeah, good. მათ ამ წამს გაიარეს ზუსტად მორჩნენ რამდენიმე წუთის წინ საკვალიფიკაციო ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ აი ამ ორ ადამიანს, რომელიც არიან მონაწილეები, ვიხილავთ უკვე ფინალში 8 და 9 მარტს, ეს გახლავთ მსოფლიო თასი სნოუბორდ კროსში. ამიდი არის არაჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, როგორც გავიგეთ, სწორედ ასეთი ამიდი მზიანი დღე და -1 გრადუსი ტემპერატურა ხელს უწყობს იმისთვის, რომ წარმატებით ჩაატარონ შეჯიბრი, თუმცა როგორი ტრასა იქნება და ვინ გადავიდა მონაწილეები, ამაზე რა თქმა უნდა ძალიან ზუსტად და კონკრეტულად მოგვიყვება ყველა დეტალს. შეჯიბრის უფროსი ვატო კოპაძე, მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ასეთ მნიშვნელოვან დროს საკვალიფიკაციო ეტაპის დროს რომ ხართ ჩვენთან ერთად და რა გველოდება ფინალი, როგორი იქნება ხვალ და ზეგ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს გვაქვს საკვალიფიკაციო ეტაპი სნოუბორდ კროსში, რომელიც არის ხვალინდელი ფინალისთვის და უკვე 60 კაციდან მხოლოდ 32 გადავა финалში და 31 გოგოდან გადავლენ 16. 21 ქვეყანა, ხო? ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ეგრე არის და უკვე ფინალისტები შეეჯიბრებიან ხვალ და უკვე 4-4 დაეშვებიან ერთდროულად და მხოლოდ ორი ადამიანი გადავა ეტაპის მერ დაშვების შემდეგ ფაზაში და უკვე ვიხილავთ ნამდვილ სნოუბორდ კროსს. სპორტულ ასპარეზობას, ხო? რა სირთულის არის სნოუბორდ კროსი, რო ვთქვათ, 4 ათლეტი ერთდროულად ეშვება, ტრასა როგორია და რა ტრიუკების გაკეთება მოუწევთ? ამ ტრასა არის დაახლოებით კილომეტრი და 100 მეტრი, შედგება 7 მოსახვევისგან და ასევე მრავალი ელემენტია, რაც არის ეგრეთ წოდებული ვირაჟები, ბენქები ვეძახით, ასევე არის სახტომები, ბორცვები და ვინც უფრო რომელი სპორტსმენის ამ ყველაფერს კარგად დაამუშავებს, უკეთეს დროს აჩვენებს, ის გადავა მხოლოდ კვალიფიკაციაში ტოპ 32, ხოლო ხვალ უკვე ერთმანეთს შეეჯიბრებიან და ვინც პირველი მოახდენს ამ ყველაფრის დაბრკოლებების გავლას, ისინი გადავლენ შემდეგ ეტაპს. და ფინიშის ხაზს ვინც პირველი გადავა. რა თქმა უნდა, კი. სირთულეც რომ გითხრათ, რამდენად რთული ტრასა აი ამ შეჯიბრის ჩატარებისთვის, რასთან გიწევთ ხოლმე გამკლავება, როდესაც ხდება მომზადება მსოფლიო თასებისთვის? ნებისმიერი მსოფლიო თასი, თვითონ მსოფლიო თასი ან ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი არის და მაღალი კრიტერიუმებით კეთდება ყველაფერი და რა თქმა უნდა რთული არის, ჩართულია ძალიან ბევრი მოხალისე, სტაფის ძალიან ბევრი წევრი, ვისაც დიდ მადლობას ვუხდი, მაგრამ სირთულეები ესე ვთქვათ არ გქონია სნოუბორდ კროსზე, უკვე გამოცდილი სტაფი ყავს, ძალიან კარგად გაუკლავდეთ თავის საქმეს, ასევე გვიწყობს ამინდი ხელს და რიგზე არის, კი ბატონო. 9 მარტი ფინალები, ძალიან დიდი მადლობა ბატონო. უნდა გადავინაცვლომე სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ზურაბ კოსტავასთან, სხვათა შორის თის ტრასების სააგენტო და ფედერაცია ერთობლივად აკეთებენ ამ ღონისძიებას. თის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ახლა იმყოფება სტარტის ადგილზე, ხოლო ფინიშის ადგილზე. თუ რა ვითარებაა და როგორი მასშტაბის არის ეს ღონისძიება, რომელიც სკი კროს უკვე უმასპინძლენ და ახლა უკვე სნოუბორდ კროსი გველოდება, ამ პასუხს ველოდებით თქვენგან. მოგესალმებით, მადლობა დაინტერესებისთვის. ეს არის ბოლო შეჯიბრი მსოფლიო ჩემპიონატამდე, ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო თასზე ყველა ქვეყანას შეუძლია 5-6 სპორტსმენი გამოიყვანოს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე კვოტებია გამომდინარე იქიდან, რომ 4-ზე მეტი არ აქვს. ასე ვთქვათ, თვითონ ჯერ გუნდები ერთმანეთშიც ეჯიბრებიან და ასევე ის 32 სპორტსმენი, რომელიც ქულებით ყველაზე მაღლა იქნება, ისინი წავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე. ბატონო ზურაბ, ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე ასეთი ღონისძიებების დროს, რომელიცაც განებივრებული ყავს იმედის დღის მაყურებელი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო სპორტულ რუკაზე ინიშნება საქართველოს და მთის კურორტები.
იცით როგორ არის თითქმის ამ 100 წლიანი ისტორია რაც აკავშირებს სათხილამურო სპორტს განვითარების ეს რამდენიმე ის არის თქვა შეჯიბრის ჩატარება ყოფილი სპორტსმენი ან რაღაცას ირგვლივ იგება თქვა კურორტის ასე ვთქვათ პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში და ესევე ამ სპორტის სახეობები დაინტერესებდა. რა თქმა უნდა, კი ბატონო, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატად წამდე მაგალითად სკი კროსის გუნდი არ ყავდა, ეხლა უკვე გუნდი ყავს, უკვე 5 სპორტსმენი ყავს და ეს მომავლისთვისაც კაია დაინტერესება ახალგაზრდობა, რაც უფრო მეტი ჩაერთვება, მით უფრო მეტი არჩევანი გვექნება ჩვენ რომ წავიყვანოთ მსოფლიო ასპარეზებზე რომ აჩვენონ თავის თავს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ ზუსტად აი ამ წუთებში ეს გახლავთ ბოლო მონაწილე, რომელიც დაეშვა საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, დანარჩენს უკვე შემაჯამებელ ფინალურ ასპარეზობას ნახავთ 8 და 9 მარტს, სწორედ აი აქ გუდაურის საშეჯიბრო ტრასაზე, სადაც მე ვიმყოფები. ცხადია მე ვაპირებ რომ დავესრო მსოფლიო თასის ეტაპებს და აი ამ ყველაფერს დეტალებს და სპორტსმენებს უფრო ახლოდან უკვე გაგაცნობთ იმედის დღის რეპორტაჟით. დიდი მადლობა. -1 გრადუსი შესანიშნავი მზე, შესანიშნავი ტრასა, გადასარევი მონაწილეები რა უნდა გინდოდეს ამაზე მეტი. ძალიან დიდი მადლობა ეს შესანიშნავი რეპორტაჟისთვის. ახლა კი ვაგზელებთ გადაცემას. პარასკევია და საიმედო რეკომენდაციის დრო არის ჩვენს